აი ამ მომენტისთვის აქტიური საომარი მოქმედებები ძირითადად მიმდინარეობს აი დონეცკის ფრონტზე, ეს არის პოკროვსკი არის ეგ მნიშვნელოვანი ქალაქი მის შემოგარენში. და ეს თეთრად არის. და აი ეს თეთრად რაც არის გამოტანილი, ეს ტერიტორიები არის ბოლო დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში რაც დაიკავეს რუსებმა. სხვათა შორის წინა გადაცემაში ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ტენდენცია გაზრდილი იყო ბოლო 9 წლის განმავლობაში რუსების წინსვლის, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეში შედარებით შემცირება იყო და ამ თვეში ისევ დაუბრუნდა ძველ სწრაფ ნიშნულს. ნუ ეგ ძირითადად მეტეო პირობებიდან გამომდინარე არის, თოვლის დნობა იწვევს იქ ეგრეთ წოდებულ რასპუტინაცას, რაც არის ანუ იქ ველები და ნიადაგი ხდება ფაქტიურად გაუვალი, ისეთი ტალახია, რომ ყველგან მავალი და ტანკი შეიძლება გაიჭხიროს იქ და ცოტა რომ გაშრა ეხა ნიადაგი ისევ გააქტიურდა. ხო, ამ მომენტისთვის ეს პოკროვსკი ეგერ ხედავთ, ეს არის ქალაქი. ეს არის მთავარი გამანაწილებელი და საყრდენი პუნქტი ამ რეგიონში, აქედან მიდიოდა განაწილება მთელი აი მიმართულებით აღმოსავლეთით, სამხრეთით, დასავლეთით მომარაგება და აი ამ პოკროვსკის ნახევარ ალყის ორგანიზება მიმდინარეობს ახლა, აი იქით დასავლეთით ცდილობენ და აგერ ხედავთ, იკავებენ ახალ თავდაცვით ზღუდებს და ცდილობენ გააფართოვონ დასავლეთით პლაცდარმი და ასევე ცდილობენ ჩრდილოეთით გააფართოვონ პლაცდარმი, ხედავთ აგერ ეს ამ მიმართულებით აი გაიჭრენ და რაღაცა პატარა ნახევარი ოპერატიული ალყა არის ფაქტიურად არის შექმნილი და ცდილობენ გააფართოვონ ჩრდილოეთის მიმართულებით ასევე საკუთარი დაკავებული სივრცე იმისთვის, რომ პოკროვსკი მოაქციონ ან სრულ ალყაში, ან თუ მოხერხდება ნახევარ ალყაში და ნახევარ ალყაში როცა იქცევა, აი მაგალითად გადაიჭრა ეს გზა უკვე ფაქტიურად დაჭრილია ეხლავე და რჩება ერთი მომარაგების გზა, რომელიც ნახევარ ალყის შემთხვევაში რუსები ამ ტაქტიკას ხშირად მიმართავენ ხოლმე, ექცევა საცეცხლე კონტროლის ქვეშ, შეიძლება ჩაკეტილი არ აქვს, მაგრამ აქ რაც კი გაივლის ყველაფერი როტაციის მომარაგების დროს ხდება პირად შემადგენლობის და ასე თქვა ტექნიკის განადგურება. ძალიან გავს ეს პროცესი ბახმუტის ოპერაციას, კი, ანუ ხდება ფლანგებზე გასვლა, მერე ხდება ამ ფლანგების გაფართოება, იმიტომ რომ აი ამ ოპერაციის დროს მაგალითად ნომერ პირველი საფრთხე რა არის, როდესაც ვინმე გეგმავს ესეთ ოპერაციას, ხო? ნუ აი წარმოვიდგინოთ მაგალითად, რომ ესე ვიწრო ზოლად შევიდა ჯარი და დაიკავა რაღაცა პატარა პლაცდარმი, რომლითაც უნდა მოხდეს ქალაქის ბლოკირება, ხო? თავარი საფრთხე ამ დროს არის ერთი მხრიდან ან ორივე მხრიდან ამ პლაცდარმზე დარტყმა და უკვე შენი ნაწილები ექცევიან ამ შემთხვევაში ალყაში. ანუ როდესაც ქალაქის მსგავსი ალყის ორგანიზება ხდება, აუცილებელია რომ ფლანგები იყოს საკმაოდ ფართო. ანუ აი ეს ფლანგი, რომელიც ახლა მაგალითად სამხრეთ დასავლეთიდან მიდის პოკროვსკის მიმართულებით, მთელი ძალისხმევა, როგორც შოთამ თქვა, არის რომ ეს ყველაფერი გაფართოვდეს, აქ დაკავებული იქნეს მცირე დასახლებული პუნქტები იმისთვის, რომ აი მაგალითად აი აქ რომ მოხდეს მეჟოვოში მაგალითად უკრაინული დარტყმელი მუშტის კონცენტრირება და მერე ამ პოკროვსკის დებლოკადა რო ცადონ და რო დაარტყან, არ მოხდეს ამ ფლანგის გადაჭრა, ანუ ფლანგების გამაგრება, გაძლიერების ეტაპი არის ახლა. პარალელურად როგორც მიდის აქ ფრონტი, ზუსტად იგივე სიტუაცია ხდება კონსტანტინოვკის მიმართულებითაც, აი ეს მრავალტანჯული ქალაქი ჩასოვი არის, დიდი ხანია ჩვენ ამაზე არ გვისაუბრია. რუკას ვინც ახლა უყურებს, ნუ აი 80% შეიძლება ითქვას, რომ დაკავებულია, ეს სამხრეთი ნაწილი არის დარჩენილი და მერე უკვე მიკოლაევკა არის, მაგრამ ეს ვისაც ტოპოგრაფიული რუკა აქვს ნახი, ჩასოვი არის მდებარეობს სტრატეგიულ სიმაღლეებზე და ფაქტიურად მისი აღება იმიტომ იყო რთული, რომ შეტევა ხდებოდა ფაქტიურად აღმართში და ეს ქალაქი თან თავისი მაღალი შენობებით წარმოადგენდა პლაცდარმს, რომლითაც აი ამ შეტევას ძალიან აქტიურად იგერიებდნენ და ეხლა უკვე ამ ქალაქის ცენტრი, ანუ ეს სიმაღლე დაკავებული რო არის, დიდია ალბათობა, რომ აქედან უკვე კოლაფსი თუ მოხდა უკრაინული
ასე თქვა, თავდაცვის კონსტანტინოვკას ჩრდილოეთითაც კი მოხდეს გარღვევა და ანუ აქ ფაქტიურად რუსებს აქვთ ორი პოტენციური ნახევარ ალყის ორგანიზების შესაძლებლობა და ანუ კონსტანტინოვკა და პოკროვსკი. კი, კონსტანტინოვკა და პოკროვსკი და დამატებით კიდე პრობლემა ის არის, რომ ორივესთან ახლოს არის დიდი დასახლებები, ანუ გორლოვკა აქ და რა თქმა უნდა ყველაზე დიდი დასახლებები პუნქტი დონეცკი. ანუ დონეცკში ძალების კონცენტრირების საშუალება არის, რომელსაც დაზვერვა ვერც თანამგზავრული და ზოგადად ვერ ხედავს და რომ ხედავდეს, აქედან ეს გადასროლა მოხდება პოკროვსკის მიმართულებით. თუ მოხდება კონსტანტინოვკას მიმართულებით, ამისი პროგნოზირება რახან ვერ ხდება, რუსეთს აქ უჩნდება უკვე ოპერატიული მანევრირების საშუალება და მან შეგვიძლია ხა აი ცოტა ხანი დავაბრუნოთ კადრი ჩვენზე და დავამატებ რაღაცა გარემოებებს, სანამ ფრონტის ანალიზს გავაგზავნებთ, ხო? მოხდა ძალიან ესეთი სახასიათო ცვლილება თვითონ რუსეთის სამხედრო იერარქიაში, ანუ მოხდა რუსების სახმელეთო ჯარების სარდლის გამოცვლა და დაინიშნა იქ გენერალი მორდვიჩევი, თუ სწორედ გამოვთქვი მისი გვარი. ეს არის, ანუ რუსებს ყოველთვის ეგეთი წყევლა აქვთ, რომ ცუდი გენერლები ვინც ყავთ, იმათაც ნაკლებად ხსნიან ხოლმე. და ერთ-ერთი რაზეც მაგალითად აი რუსი სამხედრო ბლოგერები და ასე შემდეგ წუწუნებდნენ ხოლმე იყო რომ აი კაი კადრებს რატო არ ვაწინაურებთ და ერთ-ერთი ვინც მოიაზრებოდა რომ აი კაი კადრი ეს არის ამას მიეცით საშუალება იყო ეს ადამიანი. იმიტომ რომ მაგალითად თუ არ მეშლება მარიუპოლის აღების ოპერაციას ეგ ხელმძღვანელობდა. ანუ ეს მორდვიჩოვი მის სახელს უკავშირდება მარიუპოლის ოპერაცია, მის სახელს უკავშირდება ავდეევკის აღებას, მის სახელს უკავშირდება მერე აი ეს პოკროვსკის მიმართულებით რა ოპერაციაც, ანუ ერთ-ერთ ყველაზე მის სპეციალობა არის გამაგრებული ქალაქების აღების ოპერაციები და ლოგიკურია ხა პოკროვსკეზე და კონსტანტინოვკაზე შეტაევა თუ უნდა მოხდეს, მაგეთ ადამიანს რო ჩააბარეს მთელი სახმელეთო ზარი. შედარებით ახალგაზრდა ხა გენერლისთვის თუ არ ვთქვი 59 წლისა. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ანუ აი ძველი გენერლები, რომლებიც აქამდე იყვნენ მომჟდარი, ანუ რუსულ აი სამხედრო ელიტაში, სამეცნიერო ტექნიკურ პროგრესს ვინც ატორმუზებდა, რაღაც სისულელებს აკეთებდა, რაღაც უგლედარზე დებილური შტურმებიდან და უყურებდნენ. გამადიდებელი შუშით რო მონიტორს უყურებდა. ხო, ნუ ეგეთი, ნუ რუსეთს ახასიათებს ზოგადად, აი თუნდაც მეორე მსოფლიო ომის ის რო გავიხსენოთ, აი ვინ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი საბჭოთა კავშირის მხარეს, ვინ იყვნენ მეთაურები, ბუჯონოვი, ხო? ბოლოს ვინ აღმოჩნდა თუნდაც აი გენერალურ შტაბში და შემდეგ, ნუ რუსებს ის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა, რომ ომში ხდება მათი გარკვეულწილად პროგრესი, ანუ პროგრესირებენ. ომში სწავლობენ რა. ომით პროგრესირებენ რუსები და. მოდი აი დავასრულოთ ბარემ. კი, აი ისე რუკა დავაბრუნოთ ისე. რო გვესმოდეს აი ახლა დაახლოებით რუსებს რადგან ეს თქვა ეს ტემპები როგორი აქვს და რა შეიძლება ამოცანად გქონდეთ. აი რუკა რო გამოვიტანოთ ისე. 2024-ის ერთი წლის წინ დაახლოებით წელიწადი 3 თვის წინ დაახლოებით ავდეევკას ჯერ არ ქონათ, აი აგერ ავდეევკა, აი ასე გადიოდა მარინკა ჯერ არ ქონათ დაკავებული და აი ეს უგლედარი არ ქონათ დაკავებული, სადღაც გადიოდა აი ასე დაახლოებით 1 წლის წინ ცოტა მეტის. ანუ აი ეს ტერიტორია აი აქედან, აი ეს ტერიტორია აქედან აქამდე, აი ეს ტერიტორია ეს ავდეევკიდან აქამდე, ან დონეცკის მისადგომებიდან აქამდე დაიკავეს 1 წლის განმავლობაში. ცოტა ხო გავადი. ჩვენ ახლა რო წარმოვიდგინოთ, რომ დაახლოებით იგივე ტემპში, არა და ტემპი ჩქარდება, იმიტომ რომ გასული წლის პირველ ნახევარში ტემპი ბევრად ნაკლები იყო ვიდრე ახლა, ან გასული წლის მეორე ნახევარში, მაგრამ რო წარმოვიდგინოთ, რომ ტემპი ასეთივე დარჩა და არა ჩქარდა, ნუ ეგ ნიშნავს, რომ 2 წელიწადში ზაპოროჟიესთან გავლენ დნეპრზე. ხო, აი დაახლოებით შეიძლება პოტენციურად გავიდნენ აი დაახლოებით 1 წელიწადში აი ამ მიჯნაზე.
ეხლა წარმოვიდგინეთ, ნახეთ რუსების სტრატეგიულ ამოცანას რა წარმოადგენს. რუსების სტრატეგიულ ამოცანას, რა თქმა უნდა, ეხლა საბოლოო ამოცანა არის, რა მთელი უკრაინა დაიკავა, მაგრამ ეხლა მთავარი სტრატეგიული ამოცანა არის ყირიმისკენ მიმავალი სახმელეთო ხიდი გაფართოვდეს. იმიტომ რომ ყირიმი როგორც შავი ზღვის კონტროლის აუცილებელი მექანიზმი, სახმელეთო მექანიზმი, ყირიმის მთავარ საფრთხეს უკრაინელების მხრიდან წარმოადგენს აი ჩრდილოეთიდან ეს არის საკმაოდ შედარებით ვიწრო სახმელეთო ხიდი, რომელზეც დარტყმასაც აი ძალიან ხმაურიანი დაანონსებული დარტყმა იყო, უნდა დაერტყათ აი ამ მიმართულებით და გაეჭრათ ზღვამდე შუაზე კონტრშეტევით უკრაინელებს და ამ შემთხვევაში ამ პლაცდარმის დასავლეთით აღმოჩენილი მთელი რუსული შემადგენლობა და ძალები აღმოჩნდებოდნენ მოჭრილები ხმელეთისგან და განწირულები იქნებოდნენ. ამიტომ რუსების მთავარ ამოცანას წარმოადგენს, აი საითაც უტევენ აი ეგ ამ მიმართულებით დონეცკიდან, იმიტომ უტევენ, რომ გაფართოვდეს ყირიმის სახმელეთო საზღვარი. ანუ ამით ყირიმი გახდეს, ფაქტიურად შეტევას აღარ დაექვემდებაროს უკრაინელების მხრიდან თუ ძალთა ბალანსს გავითვალისწინებთ. ამიტომ ეხა რომ წარმოვიდგინოთ, რომ ამ ტემში და რუსებს აქვთ ეგ რეზერვები და ასე გრძელდება ყველაფერი, უნდა ვივარაუდოთ, რომ აი დაახლოებით აი ამ ტერიტორიამდე შეიძლება მეტი, შეიძლება ცოტა ნაკლები დაიკავებენ ერთ წელიწადში. ეს არის ერთი წლისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული წინსვლა იქნება რუსებისთვის, იმიტომ რომ გაფართოება სახმელეთო საზღვრის მოხდება, მაგრამ მეორე მიმართულება, საითაც ვარაუდობენ, რომ შეიძლება რუსებმა განავითარონ და ამასაც ასევე სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. დონეცკის რეგიონი არის ძალიან მჭიდრო და აგლომერაციებით დახუნძლული რეგიონი, რომლის გარღვევაც არის ძალიან რთული, იმიტომ რომ ფაქტიურად ქალაქ ბასტიონებად არის ქცეული იქაურობა და მთავარი ბოლო ბასტიონი, რომელიც დარჩა, ეს არის აი ეგ ხედავთ სლავიანსკ, კრამატორსკ, კონსტანტინოვკას ხაზი, აი ეს სამი დიდი ქალაქია, ერთმანეთზე ფაქტიურად გადაბმული ქალაქების კედელივით არის ზღუდე, რომელიც თუ გაივლის, შემდეგ ასეთი მჭიდრო დასახლებული და ერთმანეთზე გადაბმული ციხე-სიმაგრეები აღარ გვხდება უკრაინაში. მეორე მიმართულება, რომელსაც ვარაუდობენ, რუსები პოკროვსკის აღების მერე ეცდებიან განავითარონ მთავარი მიმართულება შეტევის ჩრდილოეთით, აი ეს კონსტანტინოვკასთან უკვე ახლოს არიან მისულები და აქედან აღმოსავლეთიდან ჩასოვიარზე უკვე ილაპარაკა ზურამ და მეორე საფრთხე, რომელიც აი ამ ხაზს ემუქრება, არის უკვე ჩრდილოეთის მიმართულებიდან, სადაც რუსები უფრო ნელა, მაგრამ ასევე წინ მიიწევენ. აი ეგ არის მდინარე, რა ქვია, ოსკოლი თუ არ ვცდები. კი ბატონო. ოსკოლამდე რუსები ცდიან მივიდნენ და ამის შემდეგ ეცდებიან თუ ეგ სევერსკი დონეცი ხო არ არის? თუ არა ურია. სევერსკი დონეცი აქედან მოდის. არა, ოსკოლი არის. ოსკოლია ეს ჩრდილოეთიდან სამხრეთით რომ მოდის. დონეცი ქვემოთაა. ხო, კი ბატონო. და შეეცდებიან რომ ორი მხრიდან ალყაში მოაქციონ სლავიანსკის მიმართულება. აი ეს არის ორი სავარაუდო მიმართულება. ეხლა რო წარმოვიდგინოთ, კარგი, შეგვიძლია რუკა ჩავხსნათ, რო წარმოვიდგინოთ, რომ იომეს ერთი წელი და რომელიმე ამ მიმართულებაზე ან სამხრეთ დასავლეთით, ან ჩრდილოეთით მიაღწიეს იმ ზომის ტერიტორიულ წინსვლას, რომელიც ქონათ გასული ერთი წლის განმავლობაში. ხა ეგ ისეთი მნიშვნელოვანი წინსვლებია რუსეთისთვის, რომ ეგ როგორი ეგ თან როგორი პროგნოზია, იცი? რუსებისთვის ეგ არ არის ოპტიმისტური პროგნოზი. ეგ არის აი კონსერვატიული ისეთი პროგნოზი არის, ზედმეტი ოპტიმიზმი რო არ გამოიჩნოს არავინ. აი 2024 წელს რა შედეგით დავდეთ იგივე რო დავდოთ, აი ეგეთი ლოგიკით რო წავიდნენ რუსეთის გენშტაბში. არა, რუსეთი მეცელის. ნუ ხო, ეგ კი ბატონო, მაგრამ მოდი აი ეგრე შევაფასოთ რა, რომ იქ გასაგებია იქ ოპტიმისტური გათვლება ყველაფერი. აი რაც 2024-ში გააკეთეს, ეგ რო გაიმეორონ 2025-ში. თან რატო ვერ მოხერხდება გაურკვეველია, როცა დახმარების მასშტაბი უკრაინას შეუმცირდა, გაურკვეველია, ანუ წესით უნდა გამოვიდეს, ხო? მაქედან გამომდინარე, აი ეს ორი მიმართულება შეიძლება იყოს მართლა შოთას თქმის არ იყოს მნიშვნელოვანი. ეხლა მე ვიტყვი მაგალითად ჩემას, აი მე რო ვიყო მაგალითად სამხედრო მიმართულებით რო ვიღებდე გადაწყვეტილებებს საით შეუტიო, ხო? აი სტრატეგიული კუთხით რო შეხ. ჩემი აზრით აქ არის როგორი დილემა.
სუფთა პოლიტიკური კუთხით რუსებისთვის დონეცკის ოლქის დაკავება არის უფრო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ისინი ამას რაღაცა სიმბოლურ დატვირთვას აძლევენ, იმიტომ რომ მთელი ეს ამბები 2014-დან მოყოლებული რუსებისთვის დაიწყო ზუსტად დონეცკის და ლუგანსკის მიმართულებებზე და ბევრი ეხა ვინც ომობს რუსეთის მხარეს, მაგ რეგიონებიდან არის, მათთვის ეგ არის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური დატვირთვის. და სუფთა სამხედრო ლოგიკიდან გამომდინარე მაგალითად უფრო პერსპექტიული არის სამხრეთის მიმართულება, იმიტომ რომ აქ არის, როგორც შენ თქვი, ნაკლები დიდი დასახლებული პუნქტები, რომლებიც შეიძლება ბასტიონებად გადააქციონ. აქ უკვე დემონსტრირება მოხდა უგლედარის დაცემის მერე, რომ დიდი წინსვლები აქ უფრო შესაძლებელია. ამიტომ სამხედრო პრაგმატული ლოგიკა კარნახობს, რომ დარტყმა რომ განხორციელდეს ზაპოროჟიეს მიმართულებით, აი დნეპრზე გავედით, ეგეც ხო ფსიქოლოგიური მომენტია რა, და აი ზაპოროჟიეს მივადექით. ეგ სამხედრო კუთხითაც და პიარულადაც უფრო ლოგიკურია, მაგრამ თუ რუსებს ამოცანა აქვთ, რომ ესეთი პოლიტიკური პიარი და გამარჯვება კარგად გაიყიდოს ამოცანა აქვთ, მაშინ უფრო დონეცკზე კონცენტრირება უნდა მოახდინონ და მაგითი მე მაგალითად რა დასკვნას გავაკეთებ ზაფხულში, რომ დაიწყება დიდი შეტევა რუსების მაგაზე ყველა საუბრობს, მათ შორის უკრაინელები და აი სად კონცენტრირდებიან მაგითი მე გავაკეთებ როგორ დასკვნას გეტყვით რა, თუ კონცენტრირდებიან დონეცკზე, ესე იგი მათი გათვლა არის უფრო მოკლევადიანზე, რომ აი დავუშვათ ეს წელიც გადავაგოროთ და მე გაიყინება ეს ომი შეეპირისპირების იმაზე და ჯობია რომ დონეცკის თემა მოვამთავროთ და თუ დაუშვათ ზაპოროჟიეზე წავიდნენ, ესე იგი ისინი 2-3 რამდენი 4 წელზე აკეთებენ გათვლას და უფრო ამბიციური გეგმები აქვთ რა.